რა მასშტაბის გადაწყვეტილება ახლა ეს რომელიც გუშინ კენჭისყრაზე დამტკიცდა და რა მასშტაბის იქნება ის გადაწყვეტილება რომელსაც თუ კი ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა აპრილში ვნახავთ ჩვენ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მასშტაბი ძალიან არასასიამოვნოა საქართველოს ეს რომ აქამდე მივიდა საქართველოს იმიტომ რომ მე იქ ჩასვლისას ჩემს კოლეგებთან ამაზე ვისაუბრო 2017-19 წლებში როცა მე ვიყავი პასეს წევრი საქართველოსთან საუბრობდით იმაზე რომ საქართველოს მონიტორინგის ეტაპიდან რომელიც გარკვეულწილად დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ეტაპია უნდა გადასულიყო პოსტ მონიტორინგზე და ჩვენ მქონდა ყველა წინაპირობა იმის რომ ამაზე გადასულიყო ჩვენ მქონდა ადამიანის უფლებების სტრატეგია მართლა გამოსწორებულიყო ბევრი მიმართულებით საკითხები იქნებოდა ახალი ინსტიტუტები მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი იყო სამდივნო შეიქმნა მთავრობის ადმინისტრაცია და ასე შემდეგ დღევანდელი სურათი არის აბსოლუტური საპირისპირო და კიდევ უფრო მეტიც რომ სამწუხაროდ არც კი არის საჭირო ბევრი ლაპარაკი იმდენად ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე ევროპული საზოგადოება ევროსაბჭოს წევრები ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ინფორმაცია ჩაუტანეთ და ჩვენი პერსპექტივა დავანახეთ ჩვენთან ჩვენ ვიყავით ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფებთან ან ვისთანაც გვაქვს ურთიერთობები და ასე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ასე ვთქვათ კონკრეტული ანგარიშები წამოიღეს ფაქტობრივი მასალა და არა პოლიტიკური პოზიციები, ხო? და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი და სამი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც განაგებს იქაურ მდგომარეობას, სოციალისტების და მწვანეების ერთიანი ჯგუფია, არის ლიბერალების ჯგუფი და არის IPP. ეს სამი ძირითადი ჯგუფი დაახლოებით შეადგენს მთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2/3-ზე მეც არის ერთსულოვნად შეთანხმდა იმაზე, რა ტექსტიც მივიღეთ. მე გეტყვით, რომ ბევრი ადვოკატირება ჩვენ არ დაგჭირდა და საერთოდ არ დაგჭირდა იმის, რომ კონკრეტული ასე ვთქვათ საკითხების სულიყო მათ შორის არჩევნები, იმიტომ რომ რეალურად ეს არსებული შეფასება იმის, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური, სისტემური კრიზისის ჩიხური მდგომარეობა, რომელსაც ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს არჩევნები, ეს თავისთავად მოხდა და ამაზე ჩვენი დამატებითი ადვოკატირება არ იყო საჭირო. ასევე ის ფაქტები, რომელიც უკავშირდება თქვენ ახსენეთ პოლიციის საქმიანობის, პოლიციის ძალის გამოყენების საკითხები და ძალიან კონკრეტული და ძალიან მძიმე ჩანაწერია, რომ ძალადობრივი აქტივობები არის. უნდა შეწყდეს და უნდა იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებლები უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემ. ანუ თლიანობაში სურათი არის ძალიან კრიტიკული ქვეყანაში. ეს მასშტაბი და ესეთი მდგომარეობა საქართველოს მიმართ ახლოსაც არასდროს არ ყოფილვართ. ჩვენ 99 წლიდან დღემდე ჩვენ რა თქმა უნდა იდეალური არასდროს არ ყოფილვართ და ბევრი ნეგატიური მომენტი ჰქონდა, ბევრი მიმართულებით ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა. თვისობრივად სხვა წერტილში. ეს არის უკუსლა უზარმაზარი მიმართულები და ეს არ არის უბრალოდ დემოკრატიის რყევები ქვეყანაში, რაც შეიძლება მანამდე მდგომარეობას ახასიათებს. ეს არის ფუნდამენტური უკუსლა დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გარეშე ძალიან კარგად ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის 46 ქვეყნის გაერთიანება. კიდევ ერთხელ დღეს უნდა დააკნინონ ამ ევროსაბჭოს სტატუსი, თითქოს ეს არ არის არაფერი. მე გეტყვით, რომ საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილებას ბევრად უფრო დიდი წონა აქვს და მნიშვნელობა, ვიდრე ევროკავშირის. იმიტომ რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ევროსაბჭოს წევრია და კიდევ უფრო მეტიც, ამაზე კიდევ უფრო 18 ქვეყნით მეტია და პრაქტიკულად ეს ითვლება მთლიანი გეოგრაფიული ევროპის გადაწყვეტილება და სავალდებულო საქართველოსთვის, იმიტომ რომ რამდენად არის ეს პრობლემა ივანიშვილისთვის და საერთოდ რამდენად აღიქვამს ამას პრობლემად, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომ ის ცდილობს, რომ ეს ქვეყანა ჩამოაცილოს დასავლურ ცივილიზაციას, დასავლურ სამყაროს, ის ცდილობს, რომ ეს კავშირები აღარ იყო საქართველოს გახდეს ერთი სიტყვით რუსული სივრცის ნაწილი. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილს სურს რომ მაინც რაღაც ფორმალური ხასიათი კონდეს დასავლეთთან ურთიერთობას თუ მისთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი. მასზე როდესაც საუბრობთ რუსეთზე რომელიც მისი მოკავშირეა ამ საკითხში და კიდევ ყველაფერში პრაქტიკულად. აი თქვენ როგორ ხედავთ ამას? იცით მე ძალიან ჩემი სუბიექტური აზრია ბევრ შეიძლება შემეწინააღმდეგოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია რომ მე ვაკვირდებით რა მათ მოქმედებებს, იმიტომ რომ გუშინ ეს დღეები როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდა, მისი წინა პერიოდიც კი ჩვენ ხედავთ, რომ მათ არ გაუტარებიათ შესაძლო ზარდი კრიტიკა ევროსაბჭოში და ეცადნენ გარკვეული ადამიანების გადმობირებას. ოღონდ ცოტათი არაკომპეტენტურად გააკეთეს, ცოტათი ინფორმით, როგორცაც ზოგადად ივანიშვილია, როგორცაც მიჩვეულ რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაც მახინაციების გახლართვით, მაგრამ ფაქტი იყო, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ვერც ერთმა მაგათმა ნამუშევარმა ვერ მოიტანა ვერანაირი შედეგი, კიდევ უფრო მეტიც მათი არაკომპეტენტურობა, მათი წარმომადგენლობის გარკვეულად არსებული ნეიტრალური
ნეიტრალური ჯგუფები და ნეიტრალური უпростоად ინდივიდები ამ შეხვედრებზე გადაიბირა უფრო დაკარგეს ასე ვიტყვი. გააღიზიანეს უფრო გააღიზიანეს თავისი ქმედები, იმიტომ რომ მათ მიიღეს უბრალოდ რას აკეთებდნენ? ჯერ ესეთი ის რომ არგუმენტები არ ქონდათ არანაირი, გარდა იმისა რომ ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, რეალური არგუმენტაცია არ ჩანდა მათ და ყოველ შემთხვევაში ვერავის ვერ გააგონეს ფორმები, ესე ვთქვათ, ემოციური იქნება თუ რაღაც თავს ვერ იკავებდნენ თავიანთი ასე ვთქვათ, გამოხატვით და საბოლოო ჯამში ნიშნა იყო ესეთი მიცემული რომ თქვენ საქართველოს პარლამენტში ხوار გონიათ თავი. ესეთი შენიშვნა მონიტორინგის კომიტეტზე მიცეს დელეგაციის ხელმძღვანელს. კი ბატონო. ამიტომაც მათი მოქმედება არათუ მოაძებნიან და დამატებითი მხარდამჭერები ან გაანეიტრალა რამე კონტექსტში, არამედ კიდევ უფრო გაამწვა, იმიტომ დაანახეს თავისი სრული სახე. ეხლა რამდენად ჭირდება ივანიშვილს ეს აღიარება ჭირდება როგორც ჩანს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამაზე იმუშავა ბევრი, უბრალოდ ვერანაირად ვეღარ შეფუთა მცირე წარმატებაში ან თუნდაც ვიღაცის წარმატებულობაში და ამიტომ მოუწია უკვე რადიკალური ნომონაბიჯის გადადგმა, მაგრამ ჭირდება მას, იმიტომ რომ მან იცის რომ როგორც უნდა არაც არ უნდა ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბოს, მას როგორც ავტორიტარულ რეჟიმს ჭირდება რესურსები, ეს რესურსები მას არ ექნება ისე როგორც შეიძლება თქვა ნავთობის დიდარ ქვეყანას კონდეს, ისე სწრაფად ინტეგრირებას რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში ვერ მოახდენს, როგორც უკვე დღეს არის ინტეგრირებული ბელორუსია, მას არ შეუძლია მისი რეჟიმი ვერ იფუნქციონირებს ისეთ გარემოში, როგორც არის ბელორუსია ან ჩრდილოეთ კორეა. მას ჭირდება მცირე, მაგრამ ლეგიტიმაცია გარკვეულად ხელის ჩამორთმევა. თუმცა მას არ ჭირდება იმენ დაუძახოს დემოკრატია ან განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, მას აღარ ჭირდება ევროკავშირის ინტეგრაცია, იმიტომ რომ ეს არის ძალაუფლების განაწილების პრინციპები, რომელიც მას არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს, მაგრამ მას ჭირდება შეინარჩუნოს გარკვეული რესურსი, გარკვეული კავშირები, ხაზები ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებთან ზოგადად, იმისთვის რომ ის არ აღმოჩნდეს ნაცისფერი ზონა, როგორც ესეთი. იმიტომ რომ იმისთვის თუ შავი ფული გაათეთროს, ოფშორებიდან შემოიტანოს, იმ ფულს, რომელიც კონკრეტული შავი ფულია, ხო, და დგანან გარკვეული ოლიგარხები სხვადასხვა ქვეყნის, მას ჭირდება კიდევ ერთხელ კავშირი ევროკავშირთან, ქვეყნებთან, ევროპულ ბაზრებთან. ამიტომ მას გადარჩენისთვის ჭირდება არსებობდეს რაღაცა რესურსი და ამიტომ იბრძვის, მაგრამ აგებს ყველა ტაქტიკურ სტრატეგიულ სიმაღლეს. აი ამ მიმართულებაზე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ივანიშვილის გათვლა და ამას არც მალავდნენ ისინი, იყო ასეთი რამ, რომ მე გავაკეთებ ყველაფერს ახლა, ყველაფერს მოვასწრებ და მე შეეგუება დასავლეთი იმ სტატუს კოს, რასაც მე შევთავაზებ. განწყობები, რომელსაც თქვენ შეხვდით იქ და გადააწყდით ევროპელ პოლიტიკოსებში. როგორი არის ახლა და აქვს თუ არა რაიმე თეორიული შანსი ივანიშვილის აი ამ გათვლას, რომ შეგუოს ვიღაც დასავლეთში და თქვას რომ ხო, რა ვიცი, აი ეს არის და აქ ძალიან საინტერესო რაღაცა, როდესაც დიქტატურა ხარ, შემდგარი დიქტატორი, მოდი ისე ბელორუსიაზე რო ავიღოთ მაგალითი, ბელორუსის დიქტატორი, სანამ ბოლომდე დიქტატორი გახდებოდა, ჯერ ბაჭკა გახდა. გულისხმობ, ის თავის ხალხს უყვარდა. სუბიექტურად, ობიექტურად არ აქვს მაგას, რომ მისი სახელი ეს იყო ხალხური სახელი ბაჭკა. ივანიშვილი ბაჭკას ნამდვილად არავინ არ დაუძახებს, არ ვიცი ხა თუ იმეს დააძალებს, მაგრამ რეალურად ის როგორც დიქტატორი ჯერ ნამდვილად უხეიროა და როგორც დაარქვეს მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის უხეირო დიქტატორი. მას ჭირდება გარკვეული, ესე ვთქვათ, ჩვენება იმის, რომ დიქტატურაში, ესე ვთქვათ, პროტესტები არის სისუსტე დემოკრატიისთვის სიძლიერე, ანუ მრავალფეროვნება თუ და საზოგადოება თავისუფალია, სიძლიერე დიქტატურის ეს სისუსტეა. შესაბამისად ის არ შემდგარი დიქტატორი ამ ეტაპზე და ცდილობს რომ რაღაცნაირად გადაერჩინოს თავი. მისი გეგმა იყო რომ ახალწლამდე ეს დამთავრებულიყო. მას უნდა ეჩვენებინა თავის პარტნიორების, რომ ის არის ძლიერი და ამ ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებს. და ცალსახად მინდა ვთქვა, რომ განწყობები არა იმაზეა დამოკიდებული, როგორი აქვს მაგალითად ჩვენს ფინელ, შვედს ან ფრანგ კოლეგებს, არამედ იმაზეა დამოკიდებული ქვეყანა როგორ ეწინააღმდეგება შესაძლო დიქტატურის დამყარებას. ანუ ხალხი ქმნის განწყობებს და არა ცალსახარო ჩვენი გამარჯვება ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან NGO-ი, რა თქმა უნდა, ყველა მიმუშავა და ყველას მართლა მადლობა მინდა, უთხრა უბრალოდ გამოვიდა რომ მე ჩამოვიდი პირველი და დავასწარი ყველას ამის მოყოლა, ანუ ქართულ სივრცეში ხვალიდან ისინი დაემატებიან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენი მუშაობა კარგი იყო, საინტერესო და თუმცა ეს ერთიანობაში ეს ერთმანეთს ავსებს. ცალსახა იყო ქართული ხალხის ხმა, საზოგადოების ხმა, რომელიც უწყვეტია, რომელიც არის ძალიან დამაჯერებელი, რომ ეს ქვეყანა არ ეგუება დიქტატურას და ძალით ვერავინ დიქტატურა მაშინ შედგება ხოლმე, როდესაც კიდევ ერთხელ, როდესაც დიქტატორს ეძახი ბაჭკას
მამას, შვილს, ბაბუას რაღაცას, მაშინ შეიძლება შედგეთ. სხვა შემთხვევაში ვერ შედგება და დღეს ეს არის, ესე ვთქვათ, საფუძველ გამოცვლილი დიქტატორობის არაუხეირო მცდელობა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ხარებაზე, რომელიც თუ ჯილდო არ მიეცი, რომელიც ღირსება დაკარგული ჯილდოა, ისე ვეღარ გადმოიბირებ, როგორც ჩანს, ამის მიცემაც აუცილებელი იმისთვის, რომ თლიანად სისტემა არ აუფეთქდეთ. ეხლა გადადიან იმ სისტემაზე, რომ დაიქვემდება, რომ ალბათ პრემიებსაც გაცემენ, არ ვიცი ამას ახლა ალბათ ესე მარტივად ვერ გავიგებ, მაგრამ პრემიებიც იქნება დარიგებული, იმის რომ ძალადობრივი სტრუქტურა შეინარჩუნა, მაგრამ თავარი არის, რომ საზოგადოებაში, ევროპულ დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებაში თავალ განწყობებს ქნის, რომ ხალხი არ ეგუება იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ისინი დაუჭერენ ხალხს და მათ ამ კონკრეტულ დეპუტატებს, სხვადასხვა ქვეყნის 46 ქვეყნის დეპუტატს, აქ მანდატი ქართველი ხალხისგან მინწებული, რომ ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ მოაქციონ ქართული ოცნება, მოთხოვონ მას სიტუაციის გამოსწორება და მიცენ შანსი. ეს შანსი სხვათა შორის, რომელიც შანსი იყო ამ რეზოლუციას მე დავარქმევდი შანსი ვერ გამოიყენა. ამითი მათ ჰქონდა შანსი, რომ თავისივე მმართველობის პირობებში მეტნაკლებად რა თქმა უნდა ახალ არჩევნებს დანიშნავენ და იმ პირობებში შეასრულებენ ეს არის შანსი გადარჩენის. სხვა შორის ძალიან საინტერესო პროცესს ვადებნებ თვალყურს ერთი მხრივ ყველაფერი ერთმანეთს გავს როგორც იქცევიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შანს უტოვებს თითოეული მათგანი, რომ ეს გამოსავალი მოინახოს ახალი არჩევნების სახით. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები ესეც შანსია, იმიტომ რომ ბოლომდე არ ჩაუკეტეს და უთხრეს, რომ აი გამოსავალი აქ არის. ახლა ეს რეზოლუცია, ასევე ევროკავშირი რა ნაბიჯებსაც დგამს, იქ მაინც უტოვებს აი ამ შანსს. ანუ ყველა ინსტიტუტი თუ ინდივიდუალურად დიდი სახელმწიფო ამ შანსს მაინც ტოვებს. რამდენად დიდია დრო ივანიშვილისთვის მოსაფიქრებლად, რომ ეს შანსი გამოიყენოს ის ხომ არ უყურებს ჯერ კიდევ ისე, რომ დრო აქვს და შეიძლება რაღაც შეიცვალოს საერთაშორისო არენაზე და მერე ისე არ მოხდეს, რომ სანანებელი გაუხდეს ახლა მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი კარგი შანსი ჰქონდა. მას ჰქონდა შანსი, თუნდაც აი 20-24 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ 23-ის ბოლოს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მას შეეძლო თუნდაც აი ყველაფერი დაზიანებების და დანაშაულების მიუხედავად, რომელიც მანამდე ჩაიდინა 24-ში, მას კიდე შეეძლო ძალიან პოზიტიური, ისტორიული ეტაპი შეექმნა საქართველოში და მისი სახელი აუცილებლად არჩევოდა ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ კანდიდატის სტატუსის მერე დაწყება მოლაპარაკებების, რომელიც რეალური შანსი ჰქონდა და ეს შანსი მიცა მაშინ ევროპულმა საზოგადოებამ არ გამოიყენა. მას მერე ყველა ჯერზე არის გარკვეული შანსი. ეხლა არის უკვე მისი გადარჩენის შანსი იყო. საზოგადოებამ არჩევნებზე მისცა შანსი. არჩევნები იყო საზოგადოება, იმიტომ დააწყნარდა მაშინ გაზაფხულზე ეს როგორც მონაწილე ვამბობ ამას, როგორც მონაწილე, რომელიც იმ გარემოში რეალურად ხალხი განწყობა ეს იყო, რომ აგერ შანსი ოქტომბერში და აი აქ აი არჩევნებში თუ იქნება სამართლიანი არჩევნები და ჩვენ დავინახავთ რომ ეს ყველაფერი გასწორდა, მაშინ ეს ყველაფერი დემოკრატიულად ჩადგა თავისივე კალაპოტში. არჩევნები ყოველთვის ეს არის, მაგრამ მოპარული არჩევნების მერე მოპარული არჩევანი, ესე ვთქვათ, ისინიც კი მოატყუა, ვინც გულწრფელად დაიჯერა ბოლო მომენტშიც, რომ ისინი ევროპული მიმართულებით მიდიან, ისინიც კი მოატყუა. მერე ისინი ის ნაბიჯები და ის აგრესია, რომელიც გამოთქმული პროტესტის წინააღმდეგ განახორციელა დაპატიმრებით, დაჭერებით, სემებით, წამებებით და ასე შემდეგ და ის რასაც დღესაც უყურებთ რა, ეს იქნება ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფების თავდასხმები, დაპატიმრები, დაჭერები და ვიღაცა ძევლად ყოლა ადამიანების, რომელიც უბრალოდ თავისუფლების და თავის ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან და მე ყველას დარქმევა სახელმწიფო საქართველოს საბჭოთა მოღალატის და ასე შემდეგ რაც პირიქითა. ამ შემთხვევაში ესე იგი მას შანსები მიცა ბევრმა. დღეს აქ შანსები არა იმის, რომ ისტორიაში რამე პოზიტიური, იმიტომ რომ ეს უკვე გამოტოვა და ეს აღარ იქნება. ერთადერთი არის, რომ თვით გადარჩენის, როგორც პოლიტიკურ სისტემაში გრადობისთვის საჭიროა, რომ თანმიმდევრობა იყოს და ყოფილი ხელისუფალი დარჩეს ოპოზიციაში, მაგრამ ამ შანსებსაც ანადგურებს. ერთადერთი მათ ილუზორული, ჩემი აზრით, მათი ილუზორული წარმოდგენა, რომ შეიძლება რაღაცა გააკეთონ, არის არა ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ესენ მოაგვარებენ სიტუაციას, თვითონაც იციან, რომ ამას ვერ მოაგვარებენ, იმიტომ რომ მათ უკვე ძალიან ფუნდამენტურად დააზიანეს. საერთოდ გაქრა მათი რიტმი. 2020 წლიდან დააზიანეს ეს და მათ არც ჰქონდათ ეს მოლოდინი. ერთადერთი რაც აქვს, რომ ცდილობენ რომ გარკვეული დიდი მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც იქნება სამშვიდობო მოლაპარაკება და ასე წარმატებული არ ვიცით, მაგრამ იქნება ეს შეხვედრა. ამ შეხვედრაზე იქნება და საქართველოს იმ ფლანგზე აღმოჩნდეს, სადაც შეიძლება განაწილების დროს, ასე ვთქვათ, რუსეთთან დაგტოვონ. რაც
თავისთავად არ არის 21 საუკუნის პოლიტიკის კეთების არც სქემა და არც ფორმა და მეთოდი, მით უმეტეს არავინ არ მგონია დღეს ვინმე ამ ხელაზე ანგარიში გაუწიოს რუსეთს, რომელიც დასუსტებულია და ხეიბარი პოლიტიკური მოთამაშეა დღეს და იძულებული იქნება იმ პირობებზე დათანხმდეს, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, პლუს ამას ასევე ყველა ის სიმპტომი ჩანს იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები ისე დროს არის მიღებული, როდესაც მხოლოდ ახალ ადმინისტრაცია, მომავალ ადმინისტრაციას შეთანხმებით ხდება, სანქციების პირველი ეტაპი მოხდა შეთანხმებით, მეორე ეტაპი იქნება უკვე შეუთანხმებლად, მაგრამ ახალი ადმინისტრაცია. ყველა წინაპირობა არის ამისი, რაც არ უნდა გამოიყიდონ ცალკეულ განცხადებებს, ეს ყველაფერი აბსურდია, მათ კიდევ ერთხელ აქვს შანსი გადაერჩინონ თავი, თუმცა ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის შანსი უკვე გამოტოვეს, ეხლა არის პოლიტიკურად გადარჩებიან თუ არა.